და სტუდიო იწყებს პირველ რეალიტ შოუს დასავლეთ საქართველოს შემდეგი ტელეკომპანიების ეთერში. რიონი, ოდიში, ეგრისი, მეცხრე ტალღა, არგო, გურია ტივი, ტევ ერა. ეს რეკლამა სწორედ შენს შესახებაა და სტუდიო გაძლევს შანსს შეცვალო შენი მომავალი. ჩვენ ვიწყებთ უპრეცედენტო სატელევიზიო რეალიტ შოუს. პირველი რეალიტი შოუ დასავლეთ საქართველოში. მიიღეთ კასტინგში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე დაინტერესებულმა. არაორდინალურმა, ორიგინალურმა და განსხვავებული ინტერესების მქონე ახალგაზრდებმა. მოხდით ჩვენს პროექტში. მოიგეთ პირველობა, მთავარი პრიზი, ბინა ქუთაისში და რაც მთავარია, ტელემაყურებლების სიმპათია. რეალიტი შოუ 13 თქვენი მომავლის შეცვლის უდიდესი შანსია. კასტინგები გაიმართება შემდეგ ქალაქებში. 25-26 ივნისი, ქუთაისი. 28 ივნისი, ზესტაფონი. 30 ივნისი, საჩხერე ჭიათურა. 1-2 ივლისი, ზუგდიდი. 4-5 ივლისი, ფოთი. 7 ივლისი, ოზურგეთი. 10 ივლისი, ბათუმი. შესაჩევ კონკურსს გააჩნია სპეციალური წესები. თუ გსურს კასტინგში მონაწილეობა, მაშინ ეწვიე და სტუდიოს ვებგვერდს 3w.studio.g. აირჩიეთ 13-ის გვერდი, სადაც ჩამოტვირთავთ მონაწილის ანკეტას და გაიგებთ ყველა დეტალს, რათა გახდეთ კონკურსის მონაწილე. იცხოვრე 3 თვე ჩვენთან ერთად. მოიგე ახალი ბინა ქუთაისში და გახდი პოპულარული. და სტუდიო გელის 13. პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია თაია. გადაცემის გენერალური სპონსორია ევროპაბეთი, ლიდერი კომპანია აზარტული თამაშების სფეროში. 13-ს წარმოგიდგენთ მამუკა მიქაძის სამედიცინო კლინიკა ბომონდი. გადაცემა 13-ის სპონსორია ინტერნეტ ტოტალიზატორი riviera.com, მაქსიმალური კოეფიციენტი და კომბინაციების დიდი არჩევანი. გადაცემას წარმოგიდგენთ ხორცს პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ონიმა. გაიღეს სისხლი, გადაარჩინეს სიცოცხლე. 14 ივნისს სისხლის დონორთა მსოფლიო დღე აღინიშნება. უანგარო დონორთა მხარდასაჭერად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურმა ცენტრამ მოსახლეობის ინფორმირებულებაზე და მათთვის მთავარ გზავნილზე იზრუნა. ცხოვრების ჯანსაღი წესის ღონისძიების ფარგლებში ცენტრმა საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა და მისი გავრცელება დილიდან ქუჩებში დაიწყო. თუ იცით დღეს რა დღეა ბავშვებო? სისხლის დონორთა მსოფლიო დღე. მე მოუწოდებ ყველას რომ გაიყოს სისხლი და გადაარჩინოს სიცოცხლე. საზოგადოებითი ჯანმრთელობის მუნიციპალიტეტის ცენტრმა მოგცა ბუკლეტები. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მთავარ გზავნილში დონორის უსაფრთხოებაზე და მის ზრუნვაზეც არის აქცენტი გაკეთებული. წლევანდელი წლის სლოგანი არის ყველა დონორი გმირია. ამ კომპანიის მიზანი ზოგადად არის მადლიერების გრძნობა გამოხატონ ადამიანების მიმართ, ვინც უანგაროდ გასცემს სისხლს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააინტერესონ და ჩართონ ამ პროცესში და ის ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელნი არიან, გახდნენ დონორები, ვინც არ არის ამ ეტაპზე. სამედიცინო პერსონალმა, რომელიც მონაწილეობას იღებს სისხლის დონაციაში, მადლიერება გამოხატონ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში იღებს მონაწილეობას. და ყველაზე მთავარი რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებმა უზრუნველყონ რომ მოხდეს 100%-იანი უნანგარო დონაცია, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით. სისხლზე მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება და ამიტომ სისხლი უნდა იქნას აუცილებლად შემოწმებული ინფექციებზე, რომელიც სისხლის ინფექციებზე, ესენია ჰეპატიტები, B და C ჰეპატიტები, HIV ინფექციაზე აუცილებლად უნდა იქნას შემოწმებული და აგრეთვე სქესობრივი გზით გადამდებარე დაავადებებზე. ამ დღის მიზანია მთავარი გზავნილი იმისათვის, რომ მოხდეს უფრო მეტი ადამიანის ჩართვა ამ პროცესში. ცხოვრების ჯანსაღი წესის ღონისძიების ფარგლებში ჯანთაცვის ცენტრის მიერ მომზადებული ეს უკვე მე-9 ღონისძიებაა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრი ცხოვრების ჯანსაღი წესის ღონისძიების ფარგლებში უკვე მეცხრე ღონისძიებას ატარებს ამ წელს. ეს გახლავთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რაც ეხება სისხლის დონორთა მსოფლიო დღეს და ამ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენ მოვამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც დაურიგდება მოსახლეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იმდენად, რამდენადაც როცა ჩვენ უკვე ახლა საუბრობთ ან ინტერვიუს ვიძლევით, შეიძლება ვიღაც ადამიანს სიჭირდება სისხლი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ჩვენს ცენტრს დაგეგმილი ქონდა ღონისძიების ფარგლებში ჩვენ ყოფილიყავით დონორები, მაგრამ სამწუხაროდ ტექნიკურად ეს შესაძლებელი არ იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ფარგლებში, მაგრამ ეს ღონისძიება მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება. სისხლის დონორთა მსოფლიო დღე 2004 წლის 14 ივნისიდან აღინიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კეთილგანწყობის გამოსახატავად იმ მილიონობით ადამიანის მიმართ, რომლებიც სისხლის ჩაბარების გზით ცდილობენ გადაარჩინონ სხვა ადამიანის სიცოცხლე და გააუმჯობესონ მათი ჯანმრთელობა. ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების პირთაუფლებათა დაცვის დღეა. ორგანიზაციამ ერთად მომავლისკენ ეს თარიღი ყველა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს მიულოცა და მათთვის ერთი მხიარული დღის მოწყობაზე იზრუნა. ორგანიზაციის წევრები კულტურისა და დასვენების პარკში შეიკრიბნენ. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ კი ატრაქციონებს მიაშურეს და გართობა დაიწყეს. ძალიან სახალისო იყო აქ მოსულა, არასდროს ამჯდარ ვარ და მინდოდა რომ დამჯდარიყავი, პატარებს რო უყურებდი. ძალიან ბედნიერი ვარ. ორი მძღოლი გამოჩნდა. მე პირადად არ ვიყავი მძღოლი, მაგრამ მაინც ძალიან მხიარო. დღეს ჩვენ ალბათ გამოგვივიდა ეს ღონისძიება და ერთი დღე გავუხალისეთ მათ ჩვენი ასეთი ღონისძიებით და იმედია რომ საზოგადოება მათ მიიღებს როგორც სრულუფლებიან წევრს და საზოგადოებაში ინტეგრირება მათ არ გაუჭირდებათ და ჩვენ მათ მიიღებთ როგორც სრულუფლებიან საზოგადოების წევრს და ძალიან ბედნიერები არიან ბავშვები დღეს და იმედია რომ ასეთი ღონისძიება კიდევ გაგრძელდება. დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ თეას ასეთი ღონისძიების ჩატარებისათვის. ორგანიზაციამ ერთად მომავლისკენ ამ დღის აღნიშვნა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმა. როგორც მოგეხსენება 14 ივნისი საქართველოში არის შეზღუდული შესაძლებლობის პირთაუფლების დაცვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ და ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა, ანუ საქართველოს ბანკმა და თავისუფალმა სკოლამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბავშვებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისათვის გვეჩვენებინა ერთი ლამაზი დღე, ის ლამაზი დღე, რომელიც მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ და იმედია ეს მხოლოდ დასაწყისია და უკეთესი იქნება მომავალში. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მხიარული დღე ვაჩუქოთ მათ. პირველ რიგში ვილოცავთ მათ ამ დღეს და კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და იგივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც საზოგადოების სხვა დანარჩენი წევრები. გვინდა, რომ ეს დღე იყოს რაღაცით მაინც სამახსოვრო ამ ბავშვებისათვის, ყველაფერს ვეცადეთ ამისთვის ზესტაფონის პირობებში, რომ გაგველამაზებინა ამ ბავშვებისთვის ერთი დღე. გართობის შემდეგ ყველამ ერთად გამაგრებელი სასმელი და ნაყინი მიირთვა. კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრების აღდგენა და მათთვის ფუნქციების დაბრუნება. პოლიტიკურმა ორგანიზაციამ თავისუფალი საქართველო დღეს ამ მოთხოვნით ქალაქის ყოფილ პირველ ბიბლიოთეკასთან ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას ბიბლიოთეკებისა და სოფლის კლუბების აღდგენისკენ მოუწოდა. წაგვართვეს ბიბლიოთეკები, წაგვართვეს კლუბები და კინოთეატრები, ჩვენ დაგვიტოვეს ტოტალიზატორი, ჩვენ დაგვიტოვეს მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთ გაქცევის საშუალება. მეტი საკითხი ჩვენ აქ აღარ დაგვიტოვეს. 60 ბიბლიოთეკიდან დღეს მხოლოდ და მხოლოდ 4 ბიბლიოთეკა მოქმედებს ზესტაფონის რაიონში. აი ამ საკითხთან დაკავშირებით არის დღევანდელი ბრიფინგი და მინდა განვაცხადო, რომ თავისუფალი საქართველო პოლიტიკური ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველა კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც იქნა გაუქმებული, რომელიც იქნა პრივატიზებული, აღდგეს და დაიბრუნოს მან თავისი ფუნქციები.
და სტუდიო იწყებს პირველ რეალიტი შოუს დასავლეთ საქართველოს შემდეგი ტელეკომპანიების ეთერში. რიონი, ოდიში, ეგრისი, მეცხრე ტალღა, არგო, გურია TV, TV ერა. ეს რეკლამა სწორედ შენს შესახებაა და სტუდიო გაძლევს შანსს შეცვალოს შენი მომავალი. ჩვენ ვიწყებთ უპრეცედენტო სატელევიზიო რეალიტი შოუს. პირველი რეალიტი შოუ დასავლეთ საქართველოში. მიიღეთ კასტინგში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე დაინტერესებულმა. არაორდინალურმა, ორიგინალურმა და განსხვავებული ინტერესების მქონე ახალგაზრდებმა. მოხდით ჩვენს პროექტში. მოიგეთ პირველობა, მთავარი პრიზი, ბინა ქუთაისში და რაც მთავარია, ტელემაყურებლების სიმპათია. რეალიტი შოუ 13 თქვენი მომავლის შეცვლის უდიდესი შანსია. კასტინგები გაიმართება შემდეგ ქალაქებში. 25-26 ივნისი, ქუთაისი. 28 ივნისი, ზესტაფონი. 30 ივნისი, საჩხერე ჭიათურა. 1-2 ივლისი, ზუგდიდი. 4-5 ივლისი, ფოთი. 7 ივლისი, ოზურგეთი. 10 ივლისი, ბათუმი. შესაჩევ კონკურსს გააჩნია სპეციალური წესები. თუ გსურს კასტინგში მონაწილეობა, მაშინ ეწვიე და სტუდიოს ვებგვერდს www.studio.g. აირჩიეთ 13-ის გვერდი, სადაც ჩამოტვირთავთ მონაწილის ანკეტას და გაიგებთ ყველა დეტალს, რათა გახდეთ კონკურსის მონაწილე. იცხოვრე 3 თვე ჩვენთან ერთად. მოიგი ახალი ბინა ქუთაისში და გახდი პოპულარული. და სტუდიო გელის. 13 პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია თაია. გადაცემის გენერალური სპონსორია ევროპაბეთი, ლიდერი კომპანია აზარტული თამაშების სფეროში. 13-ს წარმოგიდგენთ მამუკა მიქაძის სამედიცინო კლინიკა ბომონდი. გადაცემა 13-ის სპონსორია ინტერნეტ ტოტალიზატორი riviera.com, მაქსიმალური კოეფიციენტი და კომბინაციების დიდი არჩევანი. გადაცემას წარმოგიდგენთ ხორცს პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ონიმა.